მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო, დღეს გავშლით აი ამ შესანიშნავ დასტაზე. ევასტარო. სხვათაშორის ძალიან მაგარი და ძალიან ზუსტი ტაროა. და მინდა ასეთი თემა განვიხილოთ, თუ რა დამალული სურვილები აქვს პიროვნებას თქვენს მიმართ, თქვენთან მიმართებაში, ხო? Შეიფიქრეთ სახელები, გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები, არ დაგავიწყდეთ ჩემი ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა ენერგო ბალანსისთვის და დავიწყოთ აბა განხილვა თემის რა დამალული სურვილები აქვს პიროვნებას თქვენს მიმართ. და მინდა აღნიშნო კიდევ ერთხელ, რომ ეს დასტა, რომელიც არის ტარო ევა, არის ძალიან ინტუიციური და ქვეცნობიერული გაშლებისთვის ძალიან კარგი დასტა. და ძალიან კარგად გაგუშიფროს ახლა ამ პიროვნების, ასე ვთქვათ, სურვილებს, დამალულ სურვილებს, რასაც არ გეუბნებათ. პირველი არკანი არის ხუთიანი პენტაკლები. შეხედეთ როგორია თან გაჩვენით ვიზუალზე, ხო? ეს არკანი უკვე გულდაწყვეტილობას, სევდას, შიდა მარტოობას გვამცნობს, ხო? ეს ადამიანი გრძნობს, რომ თქვენ შორის არის სიცარიელი ან ემოციური სიშორე, ხო? თითქოს დაკარგა რაღაც ღირებული თქვენი სახით, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა არ შეუძლია პიროვნებას. ეს არის ქვეცნობიერული შიში, არ იყოს უარყოფილი, არ მოეჩვენოს ესე ვთქვათ, უნიშნელოდ ან არ თავისი არსებობა არ მოიჩვენოს უნიშნელოდ თქვენთვის, ოღონდ, ხო? ან არ აღმოჩნდეს, ასე ვთქვათ, არასაკმარისი თქვენთვის. ანუ ამ პიროვნებას ეს შიშები ფაქტობრივად ძალიან მძაფრად აქვს თქვენთან მიმართებაში, ხო? მისი დამალული სურვილები, როგორც ასეთი, ხო, პენტაკლების მეფიდან გამომდინარე. ის ძალიან, ასე ვთქვათ, მოდი ესე ვიტყვი. მას, ასე ვთქვათ, ძალიან სურს იყოს თქვენთვის სანდო, სტაბილური და ასე ვთქვათ, პიროვნება, რომელიც თქვენ დაგიცავთ, ხო? იგი გრძნობს, რომ უნდა იყოს ის, ვის გვერდითაც შესაძლებელი იქნება ოჯახური სტაბილურობა შექმნათ თქვენ. მხარდაჭერა სხედავს თქვენი მხრიდან და ძალიან ერთგულ პიროვნებად აღგიქვავთ, ხო? ასევე გეტყოდათ იმას, რომ თვითონაც თქვენთვისაც იქნება ძალიან კარგი, სტაბილური, მხარდამჭერი თქვენი ერთგული, ხო? თქვენთვის იქნება მატერიალური სიმყარე, ხო? დამალულად ისურვებდა ეთქვა თქვენთვის, რომ აი ენდოთ მას, ხო? როგორც ძლიერ მამაკაცს, ხო? არ ვიცი, ეს ძალიან მაგარი სურვილები აქვს ამ პიროვნებას. მეორე არკანი არის ექვსიანი პენტაკლები. მას სურს, ასე ვთქვათ, ბალანსი, ურთიერთგაცემის თემიდან გამომდინარე თქვენ შორის რო იყოს, ხო, დაბალანსებული, თანასწორობა სურს, ხო, გრძნობს, რომ თქვენში არის ღირებულება და ის არ უნდა მოგიქცეთ ისე თითქოს ცალმხრივად არის ეს კავშირი, ხო? და მისი ფარული სურვილი არის, რომ გასცეს ის რაც მიიღო, ან დაგანახოთ, რომ შეუძლია სიტყვა და თანადგომა თქვენთან მიმართებაში გასცეს, ანუ რაც თქვენგან მიიღო, ანუ იგივე დაგიბრუნოთ. ამის თქმას სურს პიროვნებას თქვენთვის. ცხრიანი ბუმბული რო იტყვიან, ანუ ძიგატკა პერიევა, ასე ქვია. ცხრიანი ხმლებია ამ შემთხვევაში, ხო? ეს არკანი გვიყვება მისი ძალიან ძლიერი შინაგანი ტანჯვის შესახებ. ანუ ღამეებს, ასე იგი, ეს პიროვნება ფხიზლად ატარებს იმ ფიქრებით, ანუ ათენებს ღამეებს, ხო? იმ ფიქრებით, რომ შესაძლოა შფოთავს კიდევაც, ხო? საშინელი სინანული და შიშით. დამალული სურვილი რა არის, ხო? უნდა გამოგიტყეთ, რომ არ იცის როგორ ქნას ეს ყველაფერი, რომ ნერვიულობს, რომ თქვენგან წასული აშორს მყოფი ეს პიროვნება დარჩება ასე შორს სამუდამოდ თქვენგან და ვერასდროს ვეღარ მოგიახლოვდებათ. ეს არის მისი შიშები, ხო? სიძლიერის არკანიდან გამომდინარე, მას სურს გითხრათ, რომ ითმენს, ასე ვთქვათ, ძალიან მომთმენია და ძალიან სულიერი კავშირი აქვს თქვენთან მიმართებაში, ამის თქმაც სურს, ხო? ეს არკანი გვეუბნება და მიგვითითებს იმაზე, რომ თქვენ ხართ მისთვის ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, რომლის ზეგავლენის ქვეშაც იმყოფება. ოღონდ ცუდი გაგებით არა, ბჭყალებს შევიღებ, ხო?
პიროვნება თქვენ აღიქვათ ძალიან ძლიერ ადამიანად, რომლისგანაც ძალიან ბევრი რაღაცა უნდა ისწავლოს და შეუძლია რომ ისწავლოს, ხო? დამალული სურვილი აქედან რა არის, ხო? იყოთ მისთვის შინაგანი კომპასი. აი პირდაპირ ვთქვათ, ხო? სითბოს წყარო და ემოციური ასე ვთქვათ სტაბილურობა. აი ეს სურვილი აქვს თქვენთან მიმართებაში ამ პიროვნებას. თქვენ ანუ პიროვნებას აძლევთ ასე ვთქვათ მიმართულებას და ეს ძალიან მაგარია. პენტაკლების დედოფალი, იგი ხედავთ თქვენ სტაბილურ, ნას ემოციურად ღრმა ხო ლამას და თავდაჯერებულ პიროვნებად. ქალად დამალული სურვილი და ფარული სურვილი რა არის? ხო ან თქვენთან უნდა ყოფნა როგორც თანასწორ და ნამდვილ ქალთან. მე რა ვიცი, ცოტა მოვიდა ეს სიტყვა ნამდვილი ქალი, ნამდვილი კაცი, რა ვიცი. რაღაცნაირად ზრუნվել და დინჯ პიროვნებად აღიქვავთ და ძალიან ისეთი აურა გაქვთ თქვენ მისთვის, აი რა ვიცი, შოკის მომგვრელი უნდა თქვენს ეს ენერგეტიკაში შემოჭრა ამ პიროვნებას, ხო? მოხიბლულია თქვენი ენერგიით, ქალური შინაგანი სიმშვიდით, სავსე სიღრმისეული ქალის აურით, აი რა ვიცი, გეუბნებით შოკირებულია ეს პიროვნება თქვენით და ამ ყველაფრის ასე ვთქვათ თქმა უნდა, მაგრამ ვერ გეუბნებათ რა. და აი როგორ გითხათ, ევა არის ზუსტად ის არკანი, რაც პირდაპირ გეტყვით ამას, ხო? თქვენში ხედავს ქალს, ვინც იმსახურებს ყველაფერს, სტაბილურობას, თანასწორობას, გულწრფელობას და მაინც მას ეშინია, რომ თქვენთან ვერ გამხელს ყველაფერს და თავს ვერ განიხილავთ საკუთარ თავს თქვენთან ისე როგორც მას უნდა, ხო? ძალიან უნდა იყოს თქვენს გვერდი ძლიერი, პასუხისგებლიანი, თანასწორი, მაგრამ საკუთარ თავში ჯერ კიდევ ებრძვის სინანული, შიში და დაუკმაყოფილებლობა თითქოს, ხო? თქვენთან არის გულით, მაგრამ სულით, მაგრამ არა ფიზიკურად და სიტყვიერად, ხვდებით, ანუ ამირა გულში მღეროდაო, ამაზეა ნათქვამი. თქვენთან უნდა ოჯახი, თბილი, მშვიდი, სივრცე და უნდა გითხრათ, რომ თქვენ მისთვის ხართ იმაზე მეტი, ვიდრე გონიათ. თქვენ ხართ ოთახში, ჰაერზე მეტი. ჭილაძის სიტყვები რაღაც კარგად გაუმევდა. აი ამ ყველაფრის თქმას სურს ამ პიროვნებას თქვენთვის, რასაც არ გეუბნებათ. მისი, ასე ვთქვათ, დამალული სურვილები თქვენთან მიმართებაში, რისი თქმაც უნდა, რისი გამოჟღავნებაც უნდა, მაგრამ ვერ აკეთებს. მოკლედ ამ შიშარა ხალხთა რატო გვაქვს საქმე? გადაჯიშდნენ, უკაცრავად, გადაჯიშდნენ რაღაცნაირად, ხო? შიშებში არიან დღევანდელი კაცები. რა ვიცი, მოკლედ დაგემშვიდობებით ჩამოძვირფასები და კარგება მშვიდობიან სიცოცხლის ცხოვრებას გისურვებთ, ხო? მშვიდობა მოგცათ ღმერთმა ჩამოკარგებო. კარგად იყავით.